თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავ. მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშის მცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ. ჭეშმარიტების სულს, რისი მიღებაც არ შეუძლია წუთისოფელს, რადგან ვერ ხედავს და არ იცნობს მას. თქვენ კი იცნობთ მას, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება. ობლებად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან. კიდევ ცოტაც და წუთისოფელი ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ, რადგან მე ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ. იმ დღეს გაიგებთ, რომ მე მამა ჩემში ვარ და თქვენ ჩემში და მე თქვენში. ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყარვარ მე. ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს. მეც შევიყვარებ მას და მე თვითონ გამოვეცხადები. იუდამ, არა ისკარიოტელმა უთხრა. უფალო, როგორ იქნება, რომ შენ თვითონ გამოგვეცხადები ჩვენ და არა წუთისოფელს? მიუგო იესომ და უთხრა. ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და მამა ჩემით შეიყვარებს მას. ჩვენც მივალთ და მასთან დავიდებთ სავალეს. ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს. სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არაა, ჩემი მომავლინებელი მამისა. ეს გითხარით თქვენთან ყოფნისას. ხოლო ნუგეშის მცემელი კი სულიწმინდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მithქვამს. შვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს შვიდობას გაძლევთ თქვენ. წუთისოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება. ხომ მოისმინეთ, რომ გითხარით, მივდივარ და მოვალ თქვენთან. რომ ყვარებოდით, გაგიხარდებოდათ, რა კი მამასთან მივდივარ, რადგან მამა ჩემზე დიდია. ახლა გითხარით ეს სანამ ახდებოდეს, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება. ბევრს აღარ ვილაპარაკებ თქვენთან, რადგან წუთისოფლის მთავარი მოდის და მას ჩემში არაფერი ეკუთვნის. მაგრამ რათა გაიგოს წუთისოფელმა, რომ მამა მიყვარს და როგორც მამა მიბრძანა, ისე ვაკეთებ. ადექით, წავიდეთ აქედან.